stata mirata da tutti noi. Dobbiamo sapere. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს შაბათია, ეთერშია გადაცემა კულინარიული დუელი, მე ნიკოლოზ ტულუკიძე გახავ. ყოველთვის გადაცემა გამოდის კარგი, როდესაც საინტერესო სტუმრები არიან. ამ კუთხით დღეს განებიურებულები ვართ, იმიტომ რომ ახლა შემოვა ორი ადამიანი, რომელიც თითოეული თქვენთაგანისათვის განსაკუთრებულად საყვარელია. მე ვიცი, რომ ისინი კარგად ამზადებენ და თან ბევრი ძალიან საინტერესო ამბის მოყოლად შეუძლია და მოდი პირდაპირ მოვიწვევ ჩვენთან სტუდიაში ქალბატონ ეკა მამალაძეს. მოგესალმებით, ქალბატონო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ხوار ნერვიულობთ. ძალიან. სამზარეულო, ტელევიზია, კონკურენცია. არა, ხო? არის ეს თქვენი მოედანი. კი, ხო? იცი რა, ნანი სულ ამბობს, რომ ეკა დედასავით ყავსო და მიმზადებსო და მართლა ასია, ხო? მე ვყოფილ ვარ გადაღებაზე და დუბლიდან დუბლში ეკა მჭადი მოზილა, მეორე დუბლში რაღაცა მოამზადა. ანუ რა სისწრაფით ვაკეთებ? ცეცხლი და მანათობელი. კი ბატონო. ეხლა ნახეთ რა ცეცხლს დავახ. ეხლა რაღაცა მომზადებული გაქვს ახალი კერძები, ხო? მე როგორც არა, ახალი კერძები ხო, რა თქმა უნდა, მაინც ესე იგი მოვიფიქრე, რომ რა შეიძლებოდა შენს გადაცემაში გამაკეთებინა. თან მარტივად, ჩქარა, შედეგსაც ნახავთ. სწრაფად, იაფად და ხარისხიანი. კი ბატონო, კონკურენცია რო უფრო აქტიური იყოს და უფრო შეგრძნება იყოს ბოლომდე რომ ეს არის შეჯიბრი და კონკურსი უნდა მოვიწვიოთ მეორე სტუმარი. მე მიხარია რომ მისი აქ მოსვლა როგორც იქნა მოხდა, იმიტომ რომ არ ცხოვრობს საქართველოში, შენთვის ძალიან ძვირფასი და ჩვენთვის ძალიან საყვარელი დათუნა ავადაშვილი. პირდაპირ კონსერვატორიიდან მოდის. მოგესალმებით. ჩემი საყვარელი დათუნა. პრაქტიკულად იცოდეთ, ჩემი მეორე, არა, მეოთხე შვილია. მეოთხე შვილია. მეორე სახელოვნებო სივრცეში გინდოდა. დიახ, მაგრამ ეს და ნატალია ხო ერთად გაზრდილი. ნამდვილად. დათუნა, მარტო ცხოვრობ. ხო, გიწევს ყოფნა ხან, რომელ ქვეყანაში ახლა ძირითადად ამერიკაში ხარ, ხო? აი, რა არის კერძები, რომლითაც ირჩენ თავს, უпроსოდ იკვებები? ნუ ძირითადად მაინც მიწევს გარეთ კვება, როგორც წესი, მაგრამ როცა მრჩება დრო, ან მithumetas თუ მეგობრებთან ერთად ვიკრიბებით და მე ვარ მასპინძელი, მაშინ ვაკეთებ ძალიან საინტერესო რეცეპტებს. იქ არის საფრთხე ძალიან დიდი ამერიკაში, რომ ამ სწრაფი კვების ობიექტებში წონაში მოიმატო ფორმა დაკარგო ხელოვანმა ადამიანმა. ხო, აი, შენი მეგობრები რომ მოდიან, რა არის ქართული კერძი, რომლითაც იწონებ ხოლმე თავსაც და ქართულ სამზარეულოს? სხვათა შორის, პირველ რიგში განებირებული ვართ ნიუ-იორკში ძალიან კარგი ქართული რესტორნებით. ხშირად ვცდილობ რომ წავიდე და ჩემი მეგობრებიც წავიყვანო, გავაცნო ჩვენი სამზარეულო, მაგრამ მე საერთოდ რო არ ყოფილ ვარ შეხებაში კულინარიასთან პირველად 10 წლის წინ მცადე აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა. და გამოგივიდა? არა, მაგრამ ნუ მაინც შევჭამეთ. კვერცხი იყო ძალიან გემრიელი. კვერცხი ყოველთვის გემრიელი გამოდის. ეკა, შენ ცომთა როგორ ახარ? გადასარევად ვარ მე ყველაფერთან და რა ვიცი რა. აი, მაგრამ ეს ყველაფერი რო არ არის ასახული შენზე. ჩემი ტორტი ვარ გაგიგია? როგორ არ გაგვიცა? საბუს ტორტი ეკასეული რედაქცია. თავარი კერძებიან, დესერტებიანად მე პირველ რიგში, ნუ გარდა იმისა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი სამზარეულოს მაინც ვერავინ ვერ შეედრება, მაგრამ პირველ რიგში მივდივარ ხოლმე იმ წამსვე ეკასთან, იმიტომ რომ ყოველთვის არის რაღაც განსაკუთრებული ჩემი მეგობარი ჩამოვიდა სხვათა შორის ერთხელ ჩემთან ერთად და ეკამ ისეთი დინერი გააკეთა თავისთან 4 ეტაპიანი და ვიცი დესერტები. 4 course, ანუ 4 course-ის დინერი, ნუ ის გაგიზდა გადაერია, უთხრა რომ მე უნდა წაგიყვანო და გავაკეთე თავისუფლად რესტორანი ნიუ-იორკში. 4 course-ი არის ეკა. პირველი, მეორე, მესამე. სახშიც ესი ამზადებ ხოლმე? ნუ არა, ყოველ დღე არ ვამზადებ მართლა, მაგრამ მე ხერხება და რა ვქნა. ეკა, მე მგონი დროა რომ ბიზნესი დაიწყო და გახსნა. კი, მე საერთოდ მართლა მინდა გითხრათ რა არის ჩემი ოცნება. არა, ოცნება. ტორტი, ჩემი, ეკას ტორტი. რესტორანი არ მინდა. აი რაღაცა კაფეტე, საკონდიტრო, საშაქრალამო. საშაქრალამო, სადაც ეწერება ეკა დიდი პორტრეტი, აი ძალიან იქნება ეკას ტორტი.
ეკა გავაკეთოთ. კი ბატონო. გაკინულ ტორტებს გამოგიგზავნით ნიუ-იორკში. მუსიკალური სალონი. რა თქმა უნდა, კაცო, ჯერ ტორტი იქნება და მერე რო შემოვლენ და ესა და სიმღერაც შეიძლება იმღერო. ეკა მე მგონი არაჩვეულებრივი იდეა მე ხა იცი რა, მე მგონი ხა რამდენი უსმენს ხა შენ და უყურებს შენ გადაცემას და მე იდეას გთავაზობთ და ხა დანარჩენი ესე იგი ეხლა მე აგიხსნით ჩვენი გადაცემის წესებს რომ თან დრო არ დავკარგოთ გამოვაღე დათუნა მაცივარი ასევე შენც ეკა 20 წუთის განმავლობაში დაათვალიერეთ ინგრედიენტები ამ ინგრედიენტებით უნდა მოამზადოთ კერძი თუ ვერ მოასწარით 20 წუთში ჯარიმაა ეს ჯარიმა არის შემდეგნაირი ხან ცეკვა ხან სიმღერა თუ დაგვიკრავთ თლათ უკეთესი ჩემო ბატონო ხან ლექსიტყვი ხარ რაღაცას რომ შენი დანაშაული გამოისყიდო ჩემსა ჩემი დამწე საზოგადოების და ძვირფასი მაყურებელი დაიწყო და თქვენ დანა გააჭრელი თუ ჯერ ჯერ არ დაიწყო ეკა წამზომი არ ჩართულა და შენ გენაცვალე ერთი გამოიღე და უკვე ხო ნახე რა დღეში ჩამაგდო მე ნუ მანერვიულებ ეკა ისედაც ზამღერლა არა მე უკვე ჩათვალე რომ მომიგო მაშინ არა არ შემიძლია ამასთან შეჯიბრი როგორ შეიძლება სპეციალურად ცუც ხوار გააკეთებ ხა მე უნდა დავაგემოვნო და ცუც არ გავაკეთებ მაგრამ მე მინდა რომ მან გაიმარჯოს დღეს მიუშვა წინ ახალგაზრდას კი ბატონო ამას ვეჯიბრო ეხლა მე საერთოდ შეჯიბრი არ მიყვარს არა კონკურსებში არ იღებდი მონაწილეობას არასოდეს არც მიშვებდნენ და ვიყავი ჩემთვის საწყობად და მაინც სამზარეულოში მაგრამ მაინც რაღაცა მოვახერხე რომ საზოგადოებამ გამიცნო. კი, ნამდვილად და დაიკვირდა შენი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ესტრადაზე და მე კიდე ერთხელ უნდა დაგიდასტურო იმ საოცარი პროექტებისთვის, შენთვის დაწერილი სიმღერებისთვის დიდი პატივისცემა, რომელთაც ესე გვანებიურებს შენი შემოქმედების მოყვარულ საზოგადოებას. დათუნა, მოდი ჩავთოთ წამზომი. ყურადღება? წამზომი ჩართულია. შეგიძლიათ დაიწყოთ. დათუნა, მე შეგიძლიათ წინ საფარი მოირგოთ, თუ გნებავთ, მაინც უხდება სამზარეულოს. აჭარული ხაჭაპურის მერე რაია, რა კერძი იყო, რომელიც მოამზადა. სხვათა შორის მერე უკვე დავხვეწი აჭარული ხაჭაპურს. ნუ მაინც ძალიან შრომატევადია აჭარული ხაჭაპურის მომზადება, მაგრამ როცა მქონდა დრო და ერთხელ სხვათა შორის ნიუ-იორკში მოხდა დიდი ქარიშხალი, სენდი, როცა მთელი მანჰეტენი იყო ბლოკირებული, ლონგ-აილენდში იყო დიდი წარღვნა, მეტრო არ მუშაობდა, ნუ მოგეთ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა და ამიტომ გამოვიკეთეთ ჩვენს მაშინ ლექციები გაუქმდა, რაც პრინციპში გაგვიხარდა. გადავწყვიტეთ, რომ 10 მეგობარი შეგვიძლია ავით ჩვენთან ბინაში, მე და ჩემი რუმეიტები, ასე ვთქვათ. და მაშინ იყო სამდღიანი კულინარიის ფესტივალი. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებდნენ სხვადასხვა. ჩვენ ვიყავით 4 მუშკეტერი, ეს იყო საქართველო, რა თქმა უნდა, საბერძნეთი, ჰოლანდია და კანადა. მაგრამ ჰოლანდიელი იყო ნახევრად კორეელი და კანადელი იყო ასევე ნახევრად ბერძენი. ამის რომ ძალიან საინტერესო სამზარეულოს ვარიაციები. კი ბატონო. დათუნა, ეხლა გადავიდეთ უკვე შემოქმედებაზე, ხო? რა მიზნით ხარ ჩამოსული საქართველოში? ამ კონცერტს ხო არ გეგმავან? პროექტში იღებ მომენტს. ეხლა ზაფხულის განმავლობაში ვიქნები ხშირად თბილისში, უფრო ვაპირებ, რომ ახალი ვარიაციები მოვიფიქრო, რეცეპტები, მუსიკალური, იმიტომ რომ ამ ბოლოს ძალიან გამიტაცა კოლაბორაცია სხვადასხვა მუსიკოსებთან, არა მხოლოდ კლასიკურ მუსიკოსებთან. პატარა სიურპრიზსაც ვამზადებთ მე და ჩემი მეტოქე დღევანდელი. ეს არ ვიცი, მითხარ. არა, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, მაშინ სიურპრიზი არ არის. დანარჩენს ეკამეტყვის, ვინც მეც მეტყვის, ეს გაიმარჯვებს გადაცემაში და ხა ჩამოყარ. არ მოწმდე. ანუ რაღაცა მუსიკალური პროექტი იქნება, აბა ეხლა თქვენ რაკსოვების გამოფენას ვერ გააკეთებთ. შეიძლება ვიმღეროთ. ყველაფერი შესაძლებელი. კი ბატონო, დაახლოებით როდისთვის იგეგმება ეს პერფორმანსი? ალბათ ზაფხულის პერიოდში შეიძლება დასავლეთში ღიაცის ქვეშაც. დასავლეთი უფრო აჭარა ალბათ, ხო? კი ბატონო. ესე იგი ის გადაგვრჩენია, რომ დაველოდოთ იმ პროექტს, რომელსაც ეკა მამალაძე და დათუნა ალადაშვილი ერთობლივად შესთავაზებს ქართულ მუსიკალურ საზოგადოებას და არა მარტო მათ. მანამდე კი მინდა კითხოთ, საიდან დაიწყო თქვენი ურთიერთობა? მე როგორც ვიცი, ძალიან ახლობლები ხართ და ნატალიკო და დათუნა ოკეანის იქითას აგრძელებენ მეგობრობას, ხო? აბა, დათუნას ვიცნობ 5 წლიდან.
თქვენ როცა უკვე სკოლას ამთავრებდით, იქიდან დაიცანით და დიახ, ეს და ნატალიკო. ნუ მოკლედ, ამის მშობლები, ჩემი ნატალიკოს მამი და არიან ძალიან ახლო მეგობრები, კურსელები და რა თქმა უნდა, იქიდან ვიცნობდით ახლა იმ ოჯახს, მაგრამ პირადად პატარა რო იყო დათუნა, ახლა მაშინ ემჩნეოდა კოჭებში რომ ესეთ მუსიკალური ემჩნეოდა პატარა 5 წლის უკვე ბაფთე, აი ესე ქონდა რაღაც ესეთ ისი როგორ მახსოვს ბორდოსფერი ეს ქონდა რაღაც ბაფთა და კოსტუმში და რაღაცა მღეროდა და არ უკრავდა რა მე არ მახსოვს უბრალოდ ესეთ გამორჩეული ბავშვი იყო და მოვიდა რატო მარიკა მოიყვანა დედამ ისმა რა ქონდა ბატონები ქონდა და რაღაცა მოინდომა თურმე რომ ეკას რაღაცა ტელევიზორში რომ დამინახა მოიცა ამას თვითონ მოყევი მოკეთ მე ძალიან ესე კი დაახლოებით ალბათ 5 წლის ასაკში ხო როგორც ეკამ თქვა პირველად ეკამ ცოცხლად სცენაზე ჯანო კახიძესთან საოცარი მუსიკალური საღამოები მუსიკალურ სცენაში და ეგეც მოყევი რომ ეჭვიანობდი გოგიდოლიძეზე ისე რომ ნუ მართლა ღამები არ მეძინა და რაღაცა რომ რატომ ღეროდა ეკასთან ერთად სხვა მაშინ მივხვდი პირველად რომ მეკითხებიან ხოლმე ვინმეს ფანი ხარ თუ არა მე აი პირველი ჩემი საყვარელი მომღერალი ვინ იყო შენი პირველი შეყვარებული რომ დაახლოებით მაგდონეზე იყო ეს იყო ეკა და როცა გავხდი ძალიან ცუდად აი იმ პერიოდში მახსოვს ბატონები სწორად თხოვე დედაჩემს რომ დაერეკა ეკასთვის რომ ვითომ ეკა მომარჩენდა და მართლაც ესე მოხდა ნუ როცა ძალიან ჯერა ყველაფერი ისე ხდება მაგრამ ის დრო ესე იგი რომელ საათზე დედაჩემმა დაურეკა ეკა მინდა რომ დამე მახსოვრებინა და ამიტომ იმ პერიოდში რაც შემეძლო დავწერე პატარა 10-ზე დიდი 12-ზე ანუ 10 საათი ესე იგი ეკა ესეთი ფან-კლუბის თავმჯდომარედ უნდა დანიშნო იმიტომ რომ ბატონებს უარჩენდა აი იმ დროიდან დაიწყო ჩვენი უკვე დიდი სიყვარული. როდესაც ამან უკვე დაიწყო ფორტეპიანოზე შევიდა, იქ იყო მთელი ამბები, სად ჩააბაროს დათუნამ იქ რაღაცეები იყო მთელი ამბები და ჩვენც ძალიან დიდი როლი მივიღეთ. ჩვენმა ოჯახმა, მარიკამ, ყველამ ერთად რო გადაწყდა რომ დათუნა უნდა ჩააბაროს კონსერვატორიაში და იყო ნუ სერიოზულად როგორ ხო, ნუ მოგეთ აი იმ დროიდან უკვე დავიწყეთ ჩვენ ძალიან აქტიური ურთიერთობა და ვთქვათ ზრუნვა ამის წასვლა, ამის რაღაცა კონცერტი, ამის დაფინანსება, რაღაცა ძალიან ჩართულები ვიყავით, რომ მე ვიყავი აი რაღაცნაირად ფარი, რომ ყველგან ვამბობდი, რომ ეს არის უნიჭიერესი გადასარევი ბიჭი, რომელიც აუცილებლად უნდა რაღაცა დავეხმაროთ, რომ წავიდე და როგორ მოხდა საოცრად წავიდა ეგრევე კონსერვატორიაში ჩააბარა, არაჩვეულებრივად ძალიან დიდი ქულები მიიღო, მაგრამ მოწვევა მოვიდა ამერიკიდან, რომ უნდა წამოვიდეს და მოკეც ჯულიარდში რომ მოხდა ეს ბიჭი. არის ძალიან ჩვენთვის საამაყო. ნატალია რომ ჯულიარდშია დღეს არის მხოლოდ დათუნას დამსახურება. ესე იგი ჯულიარდს უნდა კითხო იქამდე მივიდა. როდესაც არტალაში გადავწყვიტეთ რომ ალენ დელონი უნდა ჩამოგვეყვანა და პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილე გამართულიყო ფიქრობდით ვინ უნდა ყოფილიყო ის ბედნიერი წამყვანი რომელიც ალენ დელონს დაამშვენებდა და მე ისე აღმოჩნდა რომ ალენ დელონმა დაამშვენა ჩვენი დათუნა იმიტომ რომ 9 ენაზე მიყავდა და ხალხი მისანახავად მოდიოდა სპორტის სასახლეში როგორი იყო აი ალენ დელონთან მუშაობა მე მაგალითად ძალიან კარგად მახსენდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანური თვისება გამოავლინა უცბად დაურეკეს რომ გარდაიცვალა მისი ბავშვობის მეგობარი და ტირილი დაიწყო და ცუდად გახდა მე იქ მოიყვანეს ბავშვი რომელსაც რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა და როგორ მოეფერა და როგორ მიიღო ესა და მე ხო ძალიან ბევრი ისეთი თვისება გამოავლინა შენთან ურთიერთობაში როგორც სცენაზე ნუ მე მახსოვს შენი ავი კულისებში და შენ ახსენე მთავარი ყველაზე სამზარეულო ისევ და ისევ სამზარეულო სამზადისის და შოუს მომზადების ყველაფრის საინტერესო იყო თავისთავად ის რომ ბავშვობაში როცა იზრდები ისე რომ ბებიაშენი გიждდება ალენ დელონზე დედაშენი გიждდება ალენ დელონზე ყველა მიცის დღესაც რო ამბობენ რომ სიმპათიური მამაკაცი ალენ დელონს ასახელებს და უცებ იცი რა შენ გესმის რომ მის გვერდზე უნდა გამოხვიდე სცენაზე რაღაცნაირად ცოტა პატივის არის და თან დიდი პასუხისმგებლობაც და თან ნერვიულობ თან ფრანგულად ინგლისურად ყველა ენაზე უნდა შეეცადე რომ მას შეუწყო ხელი და თარგმნო და წაიყვანო კონცერტი ასე რომ ბევრ მაგად საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო მაგრამ მაშინ ხვდები როდესაც რა ამხელა დიდი სახე
უბრალოდ შენთან ის ელაპარაკობს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ყველა ვართ ადამიანები. ეს იყო ძალიან დიდი აი, ერთადერთი კონკურენტი, რომელიც ზრუნავს მოწინააღმდეგეზე. სხვები ეუბნებიან ილაპარაკე. ეკა, როგორ ყველაფერი შენ კეთილშობილებაზე მეტყველებს. აი, რატო გამოდის იცით ეკას კერძი, გებრიელი და ესეთი სურნელი გაუშვა? იმიტომ რომ კერძი გამოდის მაშინ, როდესაც კარგი ტექნიკა გაქვს. ხო მართალია. ჩვენ გვაბედნიერებს ბეკო სახში მაგ ეხა გავაკეთე რომ მოდი და ყველაფერი ბეკოსი. აი, ეკასაც სახში ბეკო ქონია, ქალბატონი ნანი ყველს და წყალს ბეკოს მაცივრიდან მიირთმევს, ჩემო ბატონო. ბეკო არის ბრენდი, რომელიც 20 წელია საქართველოშია და მოტანა და დამონტაჟება რო უფასოა ეს არაფერი. ყველაზე ერთგული მეგობრები არიან და ეს კომპანია ძალიან ბევრ ქართულ საქმეს აკეთებს და ძალიან კარგი. კი, მეთანხმები ხო ეკა? ბეკოს უნდა ვემეგობრო. ბეკოს უნდა ვემეგობროთ აუცილებლად, ჩვენ უკვე მეგობრობთ. ხო, ეხლა ეკა, ხშირად როდესაც დედები მომღერლები არიან, სულ თავიანთი შვილები დააყავთ და ცდილობენ მათ პოპულარიზაციას, ხო? ქალბატონი ნანი ამ კუთხით სრულად გამორჩეული იყო, იმიტომ რომ არც უფიქრია რომ შენ არც უფიქრე პირიქით, ძალიან მიშლიდა რომ არგი ეგება არ იმღერო. ყველა ხوارე რომ შეიძლება ნიჭი აქ ბავშვს და გამოსა. არა, პირი არგი. არა, შენ ეს სუდი პროფესია კი არ არის, მძიმეა, ძნელია, რთულია. ხო, ამიტომ რატომღაც მეც არ ვიყავი ესეთი ადამიანი, ხო, რაღაცნაირად რომ ოცნებობდა რომ სცენაზე გავიდეს რაღაც. აი, რაღაც ესეთი რამეები რატომღაც არ გქონდა. შენი ოცნება იყო ტორტების ბიზნესი. ტორტების და გავთხოვდი და შვილები და დედა და რაღაცა ესეთი ის, მაგრამ ხო, ნუ რა ვიცი, ცხოვრება ისეთია. ოჯახის დიასახლის. ხო. ვარ და არაფერი არ წამიგია, ადრე გავთხოვდი და 3 შვილი მყავს და შვილიშვილები მყავს და მე ყველაფრით ბედნიერი ვარ. ყველაფერი იქნება კარგად. და შემოქმედებაშიც გაქვს ესეთი. ნუ ხო, შემოქმედების ძიებაში სულ ვართ და რაღაცა ყველასა აქვს თავისი განცდები, ღელვები, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს ბუნებრივია. ეკა, პირველი დღე, როდესაც სცენაზე გახვედი პირველად და რა გეცვა, თუ გახსოვს? როგორ არ მახსოვს? მე ვიყავი 18 წლის, როიციან ხოლმე მე 4 წლიდან სცენაზე ვარ სხვა შორის, მღეროდი 4 წლის, მაგრამ რატომღაც არ იყო დიდად აღთოვანება ჩემი ოჯახის, რომ მე გავსულიყავი თქვა სცენაზე, მაგრამ როდესაც ძალიან საინტერესო ეხა პროექტებს ეძახიან, მაგრამ მოსკოვში იყო პირველად, როდესაც მე ნანის გვერდზე დავდექი, დუეტი. ოღონდ როგორი კონცერტი იყო, იცი? გამოჩენილი ადამიანების შვილები. იყო რაიკინი, წარმოიდგინე რა დროზე ლაპარაკობ. რაიკინის ვაჟიშვილი, ედიტა პიეხის ქალიშვილი. ძალიან საინტერესო, პოპულარული ხო, შემადგენლობა იყო და მე უკვე ფეხმძიმეთ ვიყავი და მახსოვს რამეც იასამნისფერი არაჩვეულებრივი კარგი კაბა მქონდა. რაღაც მაშინ ეს ეხა არ იყო ეს ისეთი რომ შესანახი ყოფილიყო. მე გადავალე ხა ისევ დათუნასთან. კი ბატონო, მიხედე დათუნას, თორემ მე ნუ მომასწრებ. დათუნა. დაჩა იცი რა არის? კი, სხვათა შორის 10 წლის წინაც კი მესანამ წავიდოდი ნიუ-იორკში, მაშინაც უკვე ცნობილი იყო. დროს უძლებს ის ბრენდი, რომელიც ხარისხიანია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დაჩათი, იმიტომ რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ყველანაირი მავნე შენაერთების გარეშე მცენარეული ცხიმია, სამარხო და გემრიელია, რაც მთავარია. ნამდვილად. დათუნა 10 წლის იყავი, როდესაც სერიოზულად დაიწყე მომზადება მომავალი პროფესიისათვის, ხო? პრინციპში კიდე უფრო გვიანაც. მანამდე გინდოდა რომ გამოსულიყავი მსახიობი, ხო? ვიყავი სკოლის თეატრალურ სკოლის სტუდია ბერიკებში. გოგი თოდაძესთან, კი ბატონო. გოგი თოდაძესთან ვეუფლებოდი სასცენო ხელოვნებას. აქედან დაიწყო ჩემი შეხება პრინციპში სცენასთან. დღესაც რომ ვნახულობ ხოლმე ბატონ გოგის, ყოველთვის ვეუბნები რომ ნამდვილად მისი დამსახურება, თუნდაც ის რომ ვარ კომფორტულად სცენაზე. არტისტული შენი პერფორმანსი. არ ვიცი ხო ვარ თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მიშინია სცენის და მიყვარს სცენა. შენ ბერიკებში ამოწურე შენი სამსახიობო პრეტენზიები და ამბიციები თუ რო იყოს ახლა შემოთავაზება თეატრში, კინოში და თან. ხო, ძალიან დიდ როლს დავთანხმდებოდი პრინციპში. პატარაზე ხო არ მოცდები ამ ხელაკაცი. და უნდა ვახსენო აუცილებლად შენი და ანიტას ერთობლივი პროექტი, რომელთაც პირველად მე მგონი საქართველოში თქვენ კაჟრეთში წავს კიცაშობაო შეხვედრებზე ერთი დიდი ნაწილი იყო. ერთ-ერთი კონცერტი ხო ჩვენი პირველი ასე ვთქვათ
სასტელი თბილისის და მე კარნეგი ჰოლშიც ქონდათ ეს კონცერტი ჩატანილი ხო? პირველი კონცერტი ჩვენ ქონდა ნიუ-იორკში პრინციპში, მაშინ ანიტა როგორც ჩვენ როცა შევხვდით, ანიტა მღეროდა მეტროპოლიტენ ოპერაში კარმენის როლს და მას შევხვდით კულისებში უბრალოდ როგორც ქართველი ფანი. მანამდე არ იცნობ. არ ვიცნობდით პირადად ერთმანეთს და დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ რომ გვეცადა უბრალოდ მეგობრების წრეში პირველად მოგვესინჯა, ასე ვთქვათ, თუ რაიმე გამოვიდოდა. და ორ კვირაში დავგეგმეთ ერთობლივი კონცერტი. მოულოდნელი იყო თქვენი ერთობლივი რაღაცა მუსიკალური ცელქობები, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ მიუჩვეულები ვიყავით, რომ კლასიკური გაგებით ყველანაირი იმპროვიზაციის გარეშე და თქვენ ყალთაბანდობდით და ცელქობდით და ურევდით ყველაფერს, ხო? და იყო ეს ძალიან პროფესიულად და იმპროვიზირებულად გაკეთებული. მე მგონია რომ ყოველთვის კარგია იუმორი ყველაფერში. ეს ხოთაშორის არის ჩემი სიტყვები, ეს არის ჩემი კუმირის პიანისტის მარტა არგერიხის სიტყვები. თუ არ არის იუმორი და თუ არ არის იუმორში ასევე ის სული და ასევე პროფესიონალიზმი, მაშინ არაფერი არ გამოდის. მე მომწონს ვეთანხმები ამას. კი ბატონო. მოდით ახლა ჩვენ ცოტა ხნით რეკლამას დავუთმოთ დრო და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. დაგველოდეთ. დაგიბრუნდით ისევ აგზელებთ გადაცემა ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი ეკა მამალაძე და ბატონი დათუნა ალადაშვილი, დავით ალადაშვილი, ჩემო ბატონო. ესე იგი, ისე ოსტატურად მუშაობენ, მაგრამ ერთადერთი რაც იგრძნობა, ორივე გულშემატკივარია კონკურენტის. ესეთი რამე იშვიათად ხდება ხოლმე. ეკა რეკლამის დროს კითხა რა სერიოზულად ვერ საღვიქვამ რომ შეიძლება ეკა შევეჯიბრო საჭმლის კეთებაში. ხო და ეკას რო გავატამ პრიზებს და შე რო დარჩები ხახვის და იმის რა ქვია კინძისა, მაგრამ მე მიხვდები რომ ნეტა აღმექვა სერიოზულადო. დადგა შემდეგი თემის დრო მოგზაურობა. არსებობენ ადამიანები, ვისაც არ უყვართ, მაგრამ ეს არის რამდენიმე, ცოტა პროცენტი და უმეტესობა გიждდება მოგზაურობაზე. ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს. თვითფრინავ. თუნდაც მიფრინავდე იმაში. კი, სხვადასხვა მივეჩვიე ხა, იმიტომ რომ ნიუ-იორკში თან პირდაპირ ფრენა არ არის, მაგრამ ნუ ფაქტიურად 18 საათიანი გზაა თავის გადაჯდომით. ხარ ძალიან მშვიდად, იმიტომ რომ არსად არ გეჩქარება, ვერაფერს ვერ შევცვლი, ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნს, მძინავს. შიში არ აქვს. ასე რომ და ველოდები სად მივფრინავ. აი ეს მოლოდინის შეგრძნება არის ყველაზე საინტერესო. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი კორეიდან, ასევე ძალიან დიდი ხანი მგზავრობა მომიწია, მაგრამ აი რა მოახდინე ყველაზე დიდი შავეწილებას კორეა საინტერესო ქვეყანა. ესეო ჩემი პირველი გასვლა აზიაში. ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა აზიელი სწავლის პერიოდში, ჯულიარდში, კორეელი მევიოლინეები, გითხარით უკვე ჩემი კორეელი მეგობარი და კორეული სამზარეულო, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სამზარეულოა. ნიუ-იორკში არის კიდევაც ერთი პატარა ქუჩა, 35 ქუჩა, რომელსაც ქვია ფაქტიურად Koreatown, ანუ კორეული ქალაქი, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლია მიირთვა კორეული სამზარეულო. თვითონ კორეაში რა თქმა უნდა, მაინც უკვე ათენტიკური კორეული რესტორნები, სადაც პირველად გავსინჯე ცხოვრებაში მოძრავი ცოცხალი ყვაფეხა. ყვაფეხას ნერვი არ აქვს და როჭამ შიგნით გეძლაჯონება. როგორი შეგრძნება ქონდა? ძალიან გემრიელი იყო. მოგეწონა. იმიტომ რომ მიყვარს ზოგადად სუში, პრინციპში არის სუშის პროტოტიპი, რადგანაც სულის პროდუქტია, არის ცოცხალი, მაგრამ ნუ ცოცხალი. თვალცოცხალი კი ბატონო. ეკა, თვითფრინავში გრძნობ ყველაზე კომფორტულად თავსო, გიყვარს? ძალიან. რაღაცა ბავშვობაში პატარა შიშები მქონდა, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ სიტუაციაში მოვყვევი, რომ მე ვიფიქრე, რომ მეორეჯერ მაგალითად. არა, შენაერ მე ვიცი. ერასამე მარტო ეგეთში ნუ მოგაყოდოს მერტ. არა, მე ხო. მაგრამ ნუ პატარა რო ხარ და სკოლაში ხარ და აი რაღაც ის პერიოდი, ალბათ მაინც ისეთი ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერაც გავიდა წლები, იმიტომ რომ მართლა გიწევს იმდენი მოგზაურობა, რომ ესეთად ამივგიჟდები, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ეხა მიყვარს ყველაზე. არ ვიცი ყველგან. სადაც კი. არა, ევროპა მიყვარს ძალიან. რატო ნიუ-იორკში ცუდი დრო ვატარეთ ერთად? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არა, მიყვარს მაინც ევროპა და ეხლა ვიყავ 1-2 კვირის წინ. სად იყავი? მე და ნანი და თორჩეს ბუბა კიკაბლიძე ერთად მოგვიწვიეს ნიცაში. ჩავფრინდით, თუმცა ყველაზე შეხვამობ, რომ თვითფრინავი მიყვარს, რა თქმა უნდა და ყოველთვის სხვათა შორის, ნუ უკვე დედაჩემს არა. როგორ გეკადრებათ, ჩამოფრინდეთ ჩვენთვის პატარა თვითფრინავი და იქ ვიჯექით შე. ბუბა ნანი და შენ. ხო,
მე და ნუ მოკლედ რა მუსიკოსებიც იყვნენ იქ ჩვენთან ერთად და პირველად ვიგზენი აი დააცვენოთ კომფორტულად გზნობოდა მე მართლა წამოწოლილი ვიყავი ტახტზე და ესე 12 კაციანი პატარა თვითმფრინავი იყო. ეს იყო ალბათ რაღაცა კორპორაციული წვეულება რაღაც ისეთი. მიგვიწვიეს და ბუბა ნუ და ნანისთვის გამოგზავნეს თვითმფრინავი. და იქ ვიყავი მონტე-კარლოში ცხოვრობდით, ზღაპრული რამდენიმე დღე გქონდა. ზღაპრული ადგილია, ზღაპრული მხარე, სხვათა შორის წამოწოლა თვითმფრინავში ერთხელ მეც წამოვწექი კრაკოვში ჩავფრინდით იმ თვითმფრინავით სამწუხაროდ რომელთაც მე ავიაკატასტროფა განიცადა ლეხ კაჩინსკიმ და მთელმა პოლონეთის მთავრობამ 2008 წელს აქ ომის შემდეგ ბავშვები დაპატიჟეს რეგიონში და მე ვიყავი ჯგუფში ბავშვები წავიყვანეთ და ნუ საოცარი პირობები იყო საპრეზიდენტო თვითმფრინავში წამოწოლილები ვიყავით და ესე ჩავფრინდით. ესე იგი წამოწოლა ძალიან სერიოზული ნიშნობა ქონია. 12 თვითმფრინავში და მეორეჯერ არ ვიწექი, მაგრამ ისე გადაქანდა და ისე მოწყდა რომ წამოწოლილი ვეცემოდი დაბლა. კი ბატონო, მაგრამ ეს უკვე ხუბრობით მახსენდება, თუმცა მაშინ სიკვდილს ორჯერ ჩავხედე თვალებში. დათუნა, შიში, აი რა გახსენდება, როდის შეგეშინდა ყველაზე მეტად? საერთოდ იშვიათად მეშინია, თუ შეიძლება ეგეთ რამე ვთქვა. ანუ, მაგრამ ადრენალინის შეგრძნება მაქვს ხოლმე. ბოლოს შემეშინდა მაგალითად რეძიეს თუ ავიღებდი კამპანელაში. ერთ-ერთ ურთულეს პიესაში, რომელსაც მართლმეტეს აქვს ყველა დიდი ნახტომი, ანუ უნდა გააკეთო ხელით და ბოლოს მაშინ შემეშინდა. მოიცა მითხარი რეძიესი? მოვარტყი თუ არა. სხვათა შორის ეგ არის ცნობილი ისტორია, ჰოროვიც დაინიზლავა მისი კურსელი, ჰოროვიცის ცნობილი პიანისტი და უთხრა რომ ვინც უფრო ნაკლებ რეძიეს გამაზავდა ის მოიგებდა იმ სტაინვეის როიალს. ჰოროვიცმა დაურეკა თავის ამწყობს და ზედა რეგისტრი მთლიანად რეძიეზე აწყობინა, რომ რაზეც არ უნდა მოერტყო, ყველანაირ რეძიეზე იქნებოდა და ამიტომ მოიგო. ხერხი ჯობია ღონესა. მეც წინასწარ გაკეთებული მაქვს ეკაეს ინდური რესტორნიდან მოვიტანე, კი ვითომ ვაკეთებ, მაგრამ იმას გავასინჯებ. კი ბატონო, მე მაინც ვიტყვი და რა გებრიელი ეთქვი, იმიტომ რომ მართლა საოცრად არომატული სურნელი მოდის შენი კერძიდან. ეკა სამზარეულო ეხა აი დათუნამ თქვა რომ კორეული სამზარეულო რამდენიმე დაასახელა. შენთვის რომელი სამზარეულოა? ქართული ცხადია კიდევ ასე. ქართული და ჩინური მიყვარს. ნუ რა ვიცი, ხა მე დიდად არა ვარ თევზის მოყვარული, ამიტომ ხო და ეხა რომ ვიყავით, მიფრინავდით ხოჩერს აი ნიცაში. თუ უკან გზაზე რომ მოდე. მე მსგავსი კრაბი, აი ესეთი წითელი და ხორცები. დიდი კიბორჩხალო. ხო, აი ესეთი ამითი გვაჭება და ეს ძალიან გემრიელი იყო სხვათა შორის. კი ბატონო, მე მომენატროს ესეთი კერძი არის პროდუქტი არ მოგენატრება, ხო? აი დათუნამ წეგან ახსენა რომ ცოცხალი რაფეხა ჭამეო, ხო? აი ესეთი ექსპერიმენტული და ეგზოტიკური კერძებისადმი, აი გველი, ბაყაყი რაღაცა. ბაყაყი მიჭამია, სხვა შორს ამას ჭამე უგემრიელესია. ვითომ ნანისაც უთხარით რომ ეს არის პატარა ქათმის ისინი ვარკლებით რა ასე და მე რომ უთხარით ვითომ შევაპარე და მითხა გეთქვათ ნიკარაგუაში ჭამდი ერთი თუ ბაყაყს მეტი არაფერი არ იყო და რატო შემაპარეთ და ეხა არ მითხარით ვითომ ეხლა ძალიან შემეშინდებოდა პირიქით აი დედა ჩემი არის არანორმალურად შეულა ყველაფერი გასინჯოს არ შეეზიზღოს და რაღაცა ესეთი არის საჭმელი რომელსაც არ ჭამს ნანი საერთოდ ბევრ საჭმელს არ ჭამს უბრალოდ აი ახლა როდესაც რაღაც არის ეგზოტიკურ დააგემოვნებს და მე მაგალითად უფრო შევეცდები რომ არ გავსინჯო ან არ ნანი პირიქით და თლიანობაში დედა ჩემი ძალიან ცოტა ჭამს მე გემრიელად ჭამ უფრო მეც და სულ მეჩხობა ხელებში რა საკვარისია ხო ნახეთ გავაკეთე უკვე საოცარი საოცარი სურნელია ნატალიკო როგორი გურმანია აღმოჩნდა რომ ძალიან მაგარია. კარგად აკეთებს. თურმე ხო. იცი რა მართლა არ უწევს ახლა ეს გაკეთება და როდესაც თავისი ვთქვათ მეგობრები მოდიან რაღაც იყო, კიდევ უფრო პატარა რო იყო, მოდი დღეს და მე ამას გასას გავაკეთებ რაღაცა ესა და ეხლა მითხრა რომ ამერიკაში რომ მარტო ვარო, შენ არიცი დედა რეებს ვაკეთებ მეო. მოგეთ ჩვენ ძირითადად ესე გამომდის რომ მარტო შტორმების დროს ვაკეთებ სამშობლოში და იქიდან რო ხარ გამოფრინდა და აქედან მანქანა ერთი პერიოდი ნატალიკო სადაც ცხოვრობდა მე არც თუ ისე შორს ცხოვრობდი რამდენიმე ქუჩის დაშორებით ცხოვრობდი და მოვიდა დიდი თოვლი
და მე მოვიტანე რამდენიმე პროდუქტი მისი დავალებით, მასაც ჰქონდა სახში რაღაც გამო. მთელი დღე გავატარეთ ესე კიდე რამდენიმე მეგობარი შემოგვიერთდა და მე პასტა გავაკეთე, მან გააკეთა არაჩვეულებრივ, ასასწაული ხელი აქვს, ნუ ეკაშოს ხანარი ხელი არ ექნებოდა. ისე გემრიელად მივირთვით, რომ ისე გაჩნდა იდეა, რომ გავხსნათ რესტორანი და მე მგონი ეს მომღერლები მალე შემოგთავაზებენ ძალიან დიდ ჯაჭვს რესტორნების. ორი ესპანეთში მომღერლები რომ ღერიან და შემოაქვთ ესე რა. ხო, მთელი ტრადიციაა და ძალიან საინტერესო. ეკა, აი კერძი, რომელსაც ნანი აკეთებს ხოლმე. არასოდეს არაფერი. რაღაცა გაუკეთებია, მაგრამ ну, რა ვიცი, არ ჭირდება, თორე რო დაჭირდეს, ალბათ იტყვის გამაკეთებინე, ეგება მეც გამომივიდეს რაღაც, მაგრამ არ ვაწუხებთ კი არა, არ არის საჭიროება, არ ითხოვს და რატომ? რატომ უნდა შევაწუხოთ ხალბატონი ნანი, ნამდვილად. აკეთებდა ცაბუ, ლეგენდარული ბებო, ეკასი და ხალბატონი ნანის დედა, რომელზეც საოცრებებს ყვებიან და მართლა რაღაცა დღეს დღემდე დედაჩემს აქვს აი ესეთი ნოსტალგიები, რომ ზის და ცაბუსნაირად ხო, აი ეს ბადრიჯანი, აი რა იყო, როგორ აკეთებდა. აი ეს ენატრები. მაგრამ მე ვცდილობ რომ ეს საბუს ვაჯობო და გავაკეთო რაღაცა. დათუნა, შენ ყველაზე მეტად ამერიკაში რა გენატრება? ქართული კერძებიდან ალბათ, თორე შეიძლება ოჯახს წევრი. ეცი რა, იმდენად ნიუ-იორკი განსაკუთრებული ქალაქია, რომ ერთ ქუჩაზე შეგიძლია მიირთვა ორიგინალი სუშის, ორიგინალი კორეულის, ორიგინალი ჩინურის, ორიგინალი ქართულის, რუსულის, ნებისმიერი სამზარეულოების რაც შეიძლება რომ მოგაგონდეს, შეგიძლია რომ ერთ დღეში ყველა დაიარო და დეგუსტაცია გააკეთო. ამიტომ პრინციპში არაფერი არ მენატრება ხოლმე. ერთადერთი რაც ნამდვილად მენატრება არის ჩემთან სახლში მარტივად დედაჩემის მომზადებული უცებ გაკეთებული ჩვეულებრივი სადი. გუშინ შემთხვევით მუხრანში გადავეყარე დათუნას ცხენზე ჯირითობ და გიყვარს ცხენები თუ ეს უბრალოდ აქ ჩემთვის როდესაც ახსენებ სიტყვა ცხენს, იქ მთავრდება ყველაფერი. შემიძლია რომ დავივიწყო ჩემი კარიერაც, ნუ ხა ოჯახს ვერ დავივიწყებ და მეგობრებს ალბათ, მაგრამ ნუ შემიძლია რომ გადავდო ყველაფერი და თუ არის შანსი რომ მე ვიჯირითო, მე მივდივარ პირველ რიგში. ხარ ქავს შენი ცხენიც? მე სხვადასხვა იპოდრომზე ვსწავლობდი ბავშვობაში, სადაც ვიზახდი რომ მყავდა ჩემი ცხენი, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ, არ შემჭა ეს ცხენი, ასე ვთქვათ, მე რა თქმა უნდა, მაინც იპოდრომის საკუთრებაში იყო, მაგრამ ჩემი ოცნებაა რომ პირველი რასაც მე შევიზენ დიდი დამოუკიდებელი ვილის შემადგენელ ნაწილად იქნება ცხენი. ვილა უკვე შეძენილი. ვილა უკვე კი ბატონო, დაგჭო ცხენი, კი ბატონო, მე წარმატებებს გისურვებ, ეკა როგორი გამოვიდა. მე ესეთი არც ვიცი. ნელ-ნელა უკვე ჩვენთვის განკუთვნილი დრო იწურება. პიკანტური, კარგი სიტყვა, პიკანტური, კი ბატონო. შიგნით არის პორტოხლის პორტოხლი, ეს რაღაცა მართლა საოცარი კერძი მომზადა და ამაზე უნდა მოგვიანებით მოგიყვები, მაგრამ მე მგონი ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოქროს ხელებზე, კარგ ინგრედიენტებზე და ბეკოზე. რა თქმა, ბეკო პირველ რიგში. როგორი ალმურია მოუსვა ბეკო, იმაში აჩუხჩუხა ესეთი გემრიელი კერძი. მოკლედ, ჩვენ ახლა უნდა დავაგემოვნოთ კერძები, ასწრებს დათუნაც. დათუნა რა მაგარი ყოფილი გადარვირიე. არ ველოდი გენაცვალე. ნამდვილად რაღაცა საკეთებს, ახლა ფორმას მისცემს, პირამიდას გააკეთებს და დაგრჩა დათუნა 20 წამი. 1 კარა. 2 მაგრამ დათუნა ნახე ესთეტია და ლამაზად გააკეთა. იზავს ყველაფერი იზავს. დავაგემოვნოთ. დათუნა მოგზავ. ვიწყებ დაგემოვნების ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტს. ესე ისე ლამაზად აქვს ეკას მორთულ მოკაზმული, რომ საწოდაობა რო ხელი მოკიდო. ეკა მესანამ ეხლა დათუნას გადავუღებ და დავაგემოვნებთ ჩვენ ამ კერძს, შენ ჩვენი მაყურებლისთვის დაწვრილებით მოყევი როგორ მომზადდა ეს კერძი და თუ ვერ მოასწრებთ ეკას მოყოლილის ჩაწერას, სოციალურ ქსელში, Facebook-ში, საძიებელ ველში ქართული ასოებით უნდა ჩაწეროთ კულინარიული დუელი და იქ ნახოთ ეკა მამალაძის, დათუნა ალადაშვილის და სხვა 6 წლის განმავლობაში მომზადებული გადაცემების კერძების რეცეპტები და მომზადოთ თქვენი საყვარელი კი ბატონო, ყველა კერძია. დათუნა მათხოვე, ეკა დაიწყეთ. ესე იგი, ავიღე ქათმის ფილე, დავჭერი წვრილად და მომზადდა ცხელ ტაფაზე, ცოტა ალბათ ცოტა ზეთი გავუკეთე. მერე აქეთ მეორე ტაფაზე დავჭერი ხახვი, რა თქმა უნდა ზეთში მოვთუშე, უნდა აუცილებლად 1 სუფრის კოვზი ფქვილი, არაჟანი, შავი პილპილი და 2 პორტოხალი გავჭერი და ჩავაწურე ესე. რომელიც საოცარ არომატს. ხო, არომატს აძლევს და
გავაჩერე ცოტა ხანი ეს უკვე წვენი რო გაკეთდა და შემწვარი უკვე აქეთ ქათმის ფილეები ჩავყარე და წვენიც ქონდა რა თქმა უნდა მას წვნიანია და ბოლოს აუცილებლად წვრილად დავჭერი ტარხუნა და ჩავაყარე. მოიგო ეკა. არა, მე ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ ყველანაირი უტრირების გარეშე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ზუსტად ის გემო, რომელიც ჩემ რეცეპტორებს ყველაზე დიდ შემოვნებას ანიჭებს, იმიტომ რომ საოცრად სკულპტურულად და ყველაფერი რათანაბრებული. არა, ძალიან მარტივია და მალე კეთდება და ამიტომ მე მიყვარს პიკანტური ეკლექტიკური პიკანტური. კი ბატონო. ქათმის ფილე დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და შევწვათ. მეორე ეტაპაზე მოვთუშოთ ხახვი, მოვაყაროთ ერთი სუფრის კოვზი პურის ფქვილი, პილპილი, მოვასხათ არაჟანი, ასევე 2 ცალი ფორთოხლის წვენი, კარგად აურიოთ, დაუმატოთ შემწვარი ქათმის ფილე და ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა. ვაიმე, ჩემი დათუნასი რა იქნება? და იწყება დათუნას დაგემოვნება. მე გადმოგიღებ, ჩემო ბატონო, დათუნა შენ დაიწყე დაწვრილებით. შენ დათუნა უკვე ვიცრეს ცხარეა, გენაცვალე? საკმაოდ ესე იგი, პირველ რიგში რაც უნდა აღვნიშნოთ, ეს პირამიდა, რომელსაც ერთი ეგვიპტეში აკეთებდნენ და მეორე ჩემმა დათუნა მისწავლა და შენ ახლა დაიწყე დათუნა მოყოლა. მოყოლა დაიწყე. მოკლედ ეს არის ინდური chicken curry, რომელიც არის ძალიან პოპულარული და ცნობილი. ხარი არის სუნელი. curry, ხო, ну, პრინციპში აქ ჩახოხბილის სუნელს ეძახიან გორს. კი ბატონო, რომელსაც იშვიათად ვიყენებთ, მაგრამ. კი. ну, მარტივად ხარშავთ ბრინს, რომ არც იყოს ძალიან ჩახარშული, არც უმი, უნდა იყოს ცოტათ მაგარი და არაფერი არ ჭირდება, რომ გაანეიტრალოს ის გემო, რაც ექნება აი ამ ცხარე соуს და მარია მეგონი ეკას. ეკა ძალიან ცხარე ხო არა? არა. არ მოველოდი. ჭრით ყველაფერს, ეგ არის ნიორი, ხახვი, ну, რა თქმა უნდა, ქათამი, კუბიკებად დაჭრილი, შავი წიწაკა, წითელი წიწაკა და იწყებთ ეტაპაზე მოთუშვას პირველ რიგში ქათმის, ოღონდ არ უნდა შეიბრაწოს და მე იმავე წვენში გადაიღებთ ქათამს შეასვენ ცოტა ხანი თეფშზე, ამავე თეფშზე, იმავე ეტაპაში იწყებთ უკვე ხახვის მოთუშვას, ნელ-ნელა უკვე ურევთ ქერის, ურევთ კარგად, რომ არ იყოს, კარგად რომ გაიხსნას. აკორკოშოლოვებული რომ არის. თუ ძალიან გამოშრება ეტაპაში შეიძლება ცოტა წყალი დაემატოს, მოდუღებული და ნუ ნელ-ნელა მოგეთ უმატებთ ინგრედიენტებს. მე პირადად გემოვნების მიხედვით ვამატებ ხოლმე და ნუ სინჯავ, მაგრამ რეცეპტს დეტალურად უკვე მოგართმევთ. აქ არის მაწონიც, აქ არის ტომატის არ მოველოდი, ჩემო საყვარელო. და მარილი გემოვნებით. მე ვარ ამათი. თუ დღეს ამან ესეთი საოცრება ნამდვილად პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათამის შევწვათ ტაფაზე და გადმოვიღოთ. იმავე ტაფაზე მოვთუშოთ ხახვი, ნიორი, დაუმატოთ ცოტა პომიდორის პასტა, მაწონი, სუნელი ქარი, წითელი წიწაკა და შავი პილპილი. მოთუშვის დროს თუ სითხე ამოშრა, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ადუღებული წყალი. ბოლოს ტაფაში დააბრუნეთ შემწვარი ხორცი, კარგად ამოურიეთ და რამდენიმე წუთით დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. კერძი მიირთვით ბრინჯის გარნირთან ერთად. მე მინდა ახლა მივმართოთ ჩემ ძვირფას. დამსწრე საზოგადოებას. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტის სტუმრები. მოგესალმებით ახალგაზრდებო. და უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებული. პირველი აპლოდისმენტებით ვაჯილდოვებთ ქალბატონ ეკა მამალაძეს. მეორე აპლოდისმენტებით ვაჯილდოვებთ დათუნა ავადაშვილს. 322 ტაში იყო აქეთ. 322 აქეთ, ეს არის ნიჩია, ჩემო ბატონო. გაიმარჯვა მეგობრობამ, რაც ამ ბოლო დროს იშვიათად ხდება. დედაშვილობამ. დაჩა მოგცა არა მარტო კარაქები, არამედ ხალვა, რომელსაც უშვებს უგემრიელეს და ეს ყველას გვახსოვს შედედებული რძე, რომელსაც მარწყვის სანამ მოლეულა ჩააკოკლოზინე და გიამება, ჩემო. ეგ ასევე შენ, ჩემო დათუნა. დასაჩუქრებულები მივდივარ. ეს პროდუქცია და მე კიდევ ერთხელ ბეკოს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რომ 20 წელი არის ჩვენ ბაზარზე და არც ერთხელ არ უღალატია მომხმარებლისთვის და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. ახლა კი მე მგონი დადგა დრო,
რო გთხოვოთ, რომ დათუნამ დაუკრას და ეკამ. ესე იგი, რა დროს მოვესწარი, რომ დათუნა მე მიკრავს ჩემ საყვარელ ჩუბინიშვილის რეპერტუარს, ხო? ექსკლუზიურად ექსპერიმენტი თქვენს ეთერში. ეს პროექტი უნდა გითხრა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტი იყო ქართულ ესტრადაზე ბოლო პერიოდში, შენი ჩუბინიშვილის. დიდი მადლობა, ეს არის უკვე ჩემი რეპერტუარი და დღეს ნუ აი გადავწყვიტეთ, რომ გვემღერა რაღაცა. რამე გამოგვია. თვალები რადგიცი მციმებს პაგერადო მოგიღიმის დანიალვის ხეს გიგავს გულში რა გაქვს ვინიცის რომელ დედამ გაგზავნა ასე ყურძნის ფტევანი თუჩიდობა და გსაფრქვევით ზღაპრული შადრევანი მიბასუხე მითხარი შენი ღირსი ვინ არის ალბათ გვირი იქნება საშილაღად ფრინავი მიბასუხე მითხარი შენი ღირსი ვინ არის ალბათ გვირი იქნება საშილაღად ფრინავი თვალები რადგიცი მციმებს პაგერადო მოგიღიმის დანიალვის ხეს გიგავს გულში რა გაქვს რომელ დედამ გაგზავნა ასე ყურძნის ფტევანი თუჩიდობა და გსაფრქვევით ზღაპრული შადრევანი მიბასუხე მითხარი შენი ღირსი ვინ არის ალბათ გვირი იქნება საშილაღად ფრინავი